დაუბრუნდი 898 გამომწერით. ერთი ქორწილის ხალხი ვართ რა. დღეს ვისაუბრებთ სხვადასხვა ნიუსებზე, რაც დაგროვდა ამდენი დღის განმავლობაში, რამდენი დღეს მე ვიდეო არ ჩამიწერია. ამიტომ ვისაც გსურთ სხვადასხვა ინფორმაციის მოსმენა, სხვადასხვა ჰოლივუდ სიახლეები, შეგიძლიათ დარჩეთ არხზე და თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხიდან. მე არ გაძალებთ. ანუ თუ გადართ ამ ვიდეოს, მე ვიტირებ, თორე მე არ გაძალებ. საერთოდ არ გაძალებ. კარგი. დავიწყოთ. ქართულ იუთუბერებს უყურებ და იუთუბზე გოგოები არ ყავსო რა. იუთუბზე გოგოები არ ყავს და ტიკტოკერებს იწვევენ გადაცემებში. გოგოები არიან იუთუბზე, სხვადასხვა თემატიკით, სხვადასხვა კონტენტით. უბრალოდ ნაკლები გამომწერი ყავთ და ნაკლები ყურადღება ექცევათ, ალბათ იმიტომ რომ გოგოები არიან. უბრალოდ ამის თქვა მინდა რომ კი, თმებს მე ბევრჯერ გადავიწევ ამ ვიდეოში, იმიტომ რომ შეამჩნიოთ ჩემი ფემინისტური გათვლებით. მინდა ის გითხრათ რომ მე გაცილებით გამიხარდებოდა ქართული YouTube გოგოების ხელში რო ყოფილიყო და არა კაცების. ხოდა შემოდით გოგოებო. იმიტომ რომ აქაურობა მისახედია გოგოებო. დღეს დაიწყო ფიდირის სასამართლო და ხვალ ზეგ მაზეგ და ასე შემდეგ თითქმის ყველა დღე გვექნება რაღაც სიახლეები. ამ სიახლეებს რო თავი დავანებოთ, ფიდიდის მიცეს იმისი უფლება, რომ სასამართლოზე მივიდეს შარვალ კოსტუმით და გონით თმების შეღების უფლებაც მიცეს. ძალიან საინტერესოა, სხვებს თუ აძლევენ ამის უფლებას. მოკლედ, ალბათ გამოპრანჭული მივა, მაგრამ უკვე წინასწარ ვიცით ინფორმაცია, რომ ფიდირის ადვოკატები ამბობენ, რომ ფიდიდი არ არის დამნაშავე. მე არ ვარ დამნაშავეო რა. მეო რაღაც ნარკოტიკი მივიღეო და მე რა ვიცი რა ვქენიო. მე ჩემი ბრალი საერთოდ არა, მე თუ იმე გავაპატიურეო. ამას ამბობს, ოღონდ მართლა ამას ამბობს. იმიტომ რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და არ უცოდი რას ვაკეთებდიო. და თავს იმართლებს ამითი. მართალია? არ არის მართალი. რა თქმა უნდა არ არის მართალი. ცუდია, ძალიან ცუდია. და ნახოთ ახლა რა მოხდება სასამართლოზე. იმედია მიუსჭიან და ჯასტინ ბიბერის მდგომარეობა მით უფრო ჯასტინ ბიბერი მის მდგომარეობა უფრო უარესდება იმ მხრივ, რომ ნარკოტიკის გამოყენებას უფრო უხშირებს. და რატომაც უხშირებს, ეს გონი ყველამ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ჰეილის, რომ გვერდით უდგას ცოლს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რთული ასეთანი ასეთი ადამიანი გვერდით. და ასევე მის ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ძმასთან ერთად იყო კოაჩელაზე, ვნახეთ, პატარა ძმა რო ყავს და ძმაც გვერდით უდგას, რაც ასევე ძალიან კარგია. და არა ისეთ მდგომარეობაში რო არ ჩააგდონ, რა მდგომარეობაში ახლა ბრიტნი სპირსია. ბრიტნის გონი გვერდით არავინ არ უდგას მისი ოჯახიდან და ფაქტია, რომ მისი ოჯახის გამო არის იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ახლა არის, ხო? ძალიან ცუდია. კარგი, ცუდ თემასო თავი დავანებოთ, გადავიდეთ კარგ თემაზე, ქალები გაფრინდნენ კოსმოსში. ქალები ოდითგანვე დაფრინავდნენ კოსმოსში, მაგრამ ეს გაფრენა იყო რაღაც სხვანაირი გაფრენა. იმიტომ რომ ბორცე იყო კეითი პერი და ჯეფ ბეზოსის ცოლი. დიდრები. ჩვენო ამითო ქალებიო გავამხნევეთო და мотиваცია მივეცით ქალებსო, რომ ყველაფერი შეგვიძლიაო. ქალებს ისაც ყველაფერი შეუძლიათ, ეს ხო ვიცით, მაგრამ რანაირად მომცა მე კეითი პერი мотиваცია გვირილით რო აფრინდა კოსმოსში და 11 წუთი გაჩერდა და ჩამოფრინდა ქვემოთ და მერე მიწას აკოცა. რა мотиваცია მომცა მე? მე მერჩინა რომ ეგ ჰაერის გამონაბოლ ქვირო, რითაც დააჭვარტლეს ყველაფერი და დააბინძუროს დედამიწა. რაღაცა გამოეგონებინათ, რაღაცაში თანხა ჩაედოთ, რომ ეგ პრობლემა მოეგვარებინათ. თეთრი ფუმფულა დათუნიები რო გადაერჩინათ, პინგვინები რო გადაერჩინათ, თუნდაც ადამიანებს დახმარებოდნენ. სადაც ომი არის, იქ თანხა გაეგზავნათ. რაღაცა ხო შეიძლებოდა რომ რაღაცა სხვა ემართულებით დაეხარჯეთ ეს ფული. არა, 11 წუთით აუფრინდეთ და მერე ჩამოფრინდეთ და კოსმონავტები ვიქნებით. არ არის ესე ჩემო კარგო და ამას პლუს სხვადასხვა შორები დადის რომ გონი ეს ყველაფერი დადგმული იყო და კოსმოსში არ ყოფილანო. და რატო იცით?
კოსმოსში როცა აფრინდნენ ვიდეო კამერებს არ აქვს დაფიქსირებული წნევის ცვალებადობა. ანუ წნევის ცვალებადობა როცა ხდება, ადამიანის სახე ესე იწევა, აი კანი იწევა, ესე ქვემოთ რა, ჩამოდის ლოყები, რაღაც ხო, კანზე ზემოქმედებს და ესენი ისე აფრინდნენ, რომ და ჩაუფრინდნენ ისე რაღაცა აი სახე არ შეცვლიათ და ცოტა ეგ მეოცნაურა, იცით? თუმცა მე ხა ბოლომდე არ მჯერა მაგ ჭორის რომ კოსმოსში არ იყვენ და ყველაფერი მწვანე ეკრანზე green screen-ი რაც არის, ანუ მწვანე ნაჭერზე გადაიღეს და მე ჩასვისო კოსმოსიო. და თან პლუს ამას ისაღნიშნეს რომ კაფსულას საშიც იჯდნენ, კარი შიგნით გაეღო. ძალიან უცნაური. კოსმონავტები ამბობენ რომ არავითარ შემთხვევაში იმ კაფსულის კარი შიგნით არ უნდა გააღებული იყო, იმიტომ რომ ფიზიკის კანონების დარღვევა არისო რა. კოსმოსიდან რაღაცა მოფრინავს მაღალი წნევით, მას თუ შიგნით ეღება კარები, იმ კარებს ეგრევე შეანგრევს წნევა და უბრალოდ შეუძლებელია რომ კარი შიგნით გაიყოს. ამაი ამას ამბობენ. რაშიც კი, ვეთახვები. ანუ მეცნიერებს მე როგორ შევეწინააღმდეგები, მე საერთოდ რომ მეცნიერებელი ვარ. თავისთავად მეცნიერებს დაუჯეროთ, ხო? ესე იგი რა გამოდის? რადგული გამოდის? მაგრამ ჯეფ ბეზოსი რო წაიქცა, აი მაგაზე ვიცინე. And thank you for sharing how you feel out here with our audience. So it's been really, really incredible. So yeah, the emotions are. ბოროტი არ ვარ, უბრალოდ აი ეს ხალხი 100 მილიარდი და 200 მილიარდი რო აქვთ ჯიბეში და დედამიწაზე რო ადამიანები შიმშილობენ, აი ამაზე, აი არ ვიცი რა, ალბათ თქვენს გაღიზიანებთ ეს ყველაფერი და მისი ფულია და რაშიც უნდა იმაში დახარჯავს 200 მილიარდი, 300 მილიარდი. უნდა ვნახო რამდენი ფული აქვს ჯეფ ბეზოს. 206 მილიარდი. 206 მილიარდი რა უნდა ქნას მაგ ფულით? შვილებს უნდა გადაცეს, მაგრამ მისი შვილიც ბიზნესმენი იქნება და წარმატებული იქნება, რადგან ამაზონი მისი იქნება. მისი შვილიც ბიზნესმენი იქნება, წარმატებული იქნება, რადგან ამაზონი იქნება და აი ვერ ხვდები რა თუნდა ეს 200 მილიარდი ამ ადამიანს. იმისთვის უნდა რომ 6 ქალი თუ 7 ქალი გაგზავნოს კოსმოსში და მე ამ ყველაფერს ქალური ღონისძიების ხელშეწყობას და რაღაცებს თვითონ დაესწროს და თავი წარმოაჩენს როგორც ყველაზე მაგარი კაცი თუ რაღაცა ფემინისტი კაცი. ჯერ აშუაშა ფემინისტები და საერთოდ ეს რაღაცა რაც ამათმა გააკეთეს. ფემინიზმი მარტო იმას კი არ ეხება, რომ ქალმა ჭურჭელი არ უნდა რეცხოს და საჭმელი უნდა აკეთოს. არა, ამას არ ნიშნავს. ფემინიზმი იმას ნიშნავს, რომ ქალები ერთმანეთს გვერდით უნდა ედგენ და დაიცვან ნებისმიერ სიტუაციაში დამნაშავე რა თქმა უნდა არა, მაგრამ ქალთა უფლებების დაცვა მოძალადე კაცების წინააღმდეგ, რაც ეხა ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. აი ამას ნიშნავს ფემინიზმი და არა ის, რომ ჭურჭელს მე არ დავრეცხო. ანუ ეს არ არის ფემინიზმი. ყველა ქალს აქვს მაგისი უფლება, რომ უყვარდეს მაგალითად საჭმელების კეთება საკუთარი ქრისთვის. ან არ უყვარდეს. That's all. ეს იყო რაღაცა კომედია, აი რო გადმოვიდნენ და მიწას რო აკოცენ ეგ რა, აი რა აფრინდი 11 წუთში ჩამოფრინდი და ვაუ, ანუ ტიპები 8 თვე იყვნენ კოსმოსში ჩარჩენილები და რო ჩამოვიდნენ კოსმოსიდან ესე ხელს იქნებდნენ რომ ცოცხლები ვართო. მოდი კეითი პერსაც ოდნავ შევეხოთ რაღაცა გვახსენეთ, ხო? კეითი პერის გამო მონაზონი რო გარდაიცვალა, იცით? ცოტა ძალიან უცნაური ამბავია და ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ. კეითი პერიმ დააპირა სამონასტრო კომპლექსის ყიდვა. სამონასტრო კომპლექსი ეს ახლა ჩვენთან სხვანაირად არის, სხვანაირი მონასტრებია და ამერიკაში იყო რაღაცა ძველი ნაგებობა, ასევე აუზი ქონდა, აუზი არ ვიცი თუნდაც, მაგრამ აუზით იყო რაღაც ნაგებობა რა და მონაზონები ცხოვრობდნენ მარტო შიგნით და ამ მონასტერში იყო დარჩენილი 2 მოხუცი მონაზონი. ორადორი. რატომღაც მონასტერს დაადგა თვალი კეითი პერიმ. იქ უნდა ეცხოვრა, მან და მაინც ის უნდა ეყიდა. მივიდა ამ მონაზონებთან, როგორც ვიცი ვიდეოებით და სადაც გალობს კეითი პერი, რომ აი მე ქრისტიანულ ოჯახიდან ვარ და მართლა ქრისტიანული ოჯახიდან არის. მართლა სერიოზულად, უბრალოდ თვითონ არის ქრისტიანი. როგორც ჩანს შემდეგ გამოჩნდა ვინ არის ქრისტიანი და ვინ არა. მოკლედ
ამ მონაზვნებს თავი მოაწონა რაღაცა იგალობა რაღაცა იგეთური ყველაფერი ქნა რომ ეს მონაზვნები დათანხმებოდნენ მისთვის გადაცემას ქონების მაგრამ არ დათანხმდნენ რადგან იქ უნდათ ძალიან ხანშესულები იყვნენ და უნდათ მონასტერში თავისი სიბერის სიცოცხლის ბოლომდე ყოფილიყვნენ რა ერთ-ერთი ჩაწერილი ნაწილი წაიშალა და თავიდან მიწევს ჩაწერა იმიტომ რომ ეს ისტორია უნდა დავასრულო მოკლედ ამ მონაზვნებს უჩივლა ქონებრივი საჩივარი შეიტანა და სასამართლოზე ერთ-ერთ მონაზონს გული გაუჩერდა და ხო მის გარდაცვალებას აბრალებენ კეითი პერის საქციელს და ვფიქრობ შესაძლებელია მართლაც მისი ბრალი იყოს იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ეს მოხუცები მათთვის ცხოვრობდნენ რაღაცა კარგად ტკბილად იმ მონასტერში და უცებ რაღაცა კეითი პერი გამოჩნდა და ესე მიისაკუთრა ქონება. ძალიან ცუდი. ეხლა გავაგრძელებ. და ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ კიანუ რივზე გვესაუბრეო. ჩაგვიწერა ვიდეო და კიანუზე აი მართლა ძალიან მომწონს ეგ პიროვნება, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ კეთილია. მეორე რიგში იმიტომ რომ მეტროთი დადის დაცვა არ ყავს ძალიან უბრალო პიროვნებაა რა და ეგეთ რაღაცებს ვაფასებ ჰოლივუდის ვარსკვლავებში განსაკუთრებით. ფილმს მატრიცას უყურე სხვადასხვა შაშან პირველად და კიდევ კარგი რომ პირველად შაშან უყურე რადგან ბავშვობაში რომ ენახა რაღაცნაირად გული ამეცოდებოდა რადგან ვერ მიხვდებოდი სრულ შინაარსს და ეხლა უფრო გააზრებულად და რაღაც ყველა დეტალს რო აკვირდებოდი ძალიან დავინტერესდი მაგ ფილმით და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია რაც კი გადაღებულა ოდესმე პირველი ნაწილი მატრიცის. კიანუზეც რაღაც საინტერესო თემის მოძიება შემიძლია მაგრამ ამჯერად ამით შემოიფარგლები თან ამავდროულად რაღაც ინფორმაციები დადის რომ რეალურად გეი იყო და უბრალოდ მალავდა ამ ყველაფერს და ვიღაცა მსახიობთან ქონდა ურთიერთობა ესე ამობენ არ ვიცი ზუსტად მაგრამ მაგ რაღაცას მალავდა და რამდენად სწორია ისეც არ ვიცი ამიტომ რაც სწორია და რაც დაზუსტებულია ინფორმაციას მოგაწვდით რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ და ლედი გაგას რო შევეხოთ ეხა ოდნავ აი რაღაცნაირად რო გავკრათ იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს სატანისტური რაღაცეები, ანუ ეს რქები, ეს ვითომ რაღაცა დემონი რომ მოდის, მე რომ ვითომ მიდის, ვითომ ეს რო კლავს, ვითომ ეს რო აღჩობს. აი რატომ უნდა გიზიდავდეს ნეგატიური რაღაცა? მაგას ვერ ხვდები. თუნდაც ათეისტი იყო. ანუ თუნდაც ათეისტი იყო, რატომ უნდა გიზიდავდეს ეგ ნეგატიური? I don't know. არ ვიცი. კონცერტზე რომ მოხვდე, სადაც მსგავსი რაღაცა იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან დავისტრესები. აი მსგავს მუსიკა, მსგავსი ფერები, განათება, არა. ხალხი იმაში იხდის ფულს, რომ შენი კარგი და ლამაზი ხმა მოისმინოს, ხო? ლედი გაგას განსაკუთრებით ძალიან მაგარი ხმა აქვს და ვფიქრობ, აი რატო ამბობენ, რომ აბსოლუტურად, აი თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი იყენებს მაგ რაღაც სატანისტურ სცენებს. აი რატო რისთვის? მადონაც იყენებდა ისა დემი ლოვატო, რაღაც კეითი პერისაც ქონდა რაღაც სატანისტური რიტუალები სცენაზე. თუ კარგად მღერი ხარ, კარგი ხმა გაქვს, ეს რიტუალები რა საჭიროა? Damn, I don't know. შეიძლება მართლა გაყიდული აქვს თავის ცული, მე რა ვიცი. ჭორებს უსვამენ მაგითი ხას. ალბათ. კაფიოდ და მოკლედ რომ თქვა, ლედი გაგასნაირი ხმა, შეხედულება, სტილი, ზერსკი, რაღაცა. ვფიქრობ საერთოდ არ არის საჭირო, რომ ეშმაკის რქები დაიდგას, ან იფორთხოს. თითქოს დაჭრეს და ესე რაღაცები ანუ არ ჭირდება თუნდაც შოუსთვის. სხვანაირი შოუს თქმა შეუძლია. ისე რომ სატანა და ეშმაკი და 666 და მსგავსი რაღაცები არ ჩართოს სცენაში. That's all. Met Gala. დღეს იყო Met Gala. და სიმართლე გითხრათ, აი საერთოდ არ მაინტერესებს. არ ვიცი რამდენად გამოვა ჩემგან ბლოგერი, მაგრამ არ მაინტერესებს Met Gala. ყველას ეცვა რაღაცა განსხვავებული კასტუმებით იყვნენ მიცულები.
ზოგს ნაცისფერი კასტუმი ეცვა, ზოგს შავი კასტუმი ეცვა. სულ ფეხებზე მკიდია რა ბრენდის კასტუმები ეცვათ. ნამდვილად ფეხებზე მკიდია რითი გამოვლენ მეთგალაზე, იმიტომ რომ ადრე მქონდა შოკი, აი დოჯაკეთი რო გამოვიდა რაღაც სველი იმითი, ან მომეწონა რა, ჩვეულებრივი მაისურით რო გამოვიდა, სველი მაისურით. ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ საერთოდ ცინიზმი ჩააქსოვა და დააბულინგა იქაურები. არა ბულინგს, უბრალოდ ეს ცინიზმი იყო, რაც მან გააკეთა. ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია ტანზე მეთქალაზე. და ეს მომეწონა. დოჯაკეთ. დოჟა. დოჟა თუ დოჯა. რა მნიშვნელობა აქვს? ის ხომ საერთოდ არ მომისმენს. მას ხომ მე სრულიად ფეხებზე ვკიდივარ. რა მნიშვნელობა აქვს მე როგორი სახელით მივარ? მთავარია თქვენ გაგაგებინოთ. არ დაგავწოთ ჩემი არხის გამოწერა და ლაიქება ვიდეოსი. რიანა მესამე ბავშვზე არის ორსულად და ეს ინფორმაცია საერთოდ არ არის ისეთი ინფორმაცია, რომ ჩვენ ამაზე ვიჭვრავთ და რატომ აქვს ეს გამოდებული ყბაში, მაგასაც ვერ ხვდები, ქალი უბრალოდ არის ორსულად, ქალი არის მილიონერი და რამდენ ბავშვს უნდა იმდეს გააჩენს, იმიტომ რომ აქვს მას შესაძლებლობა, რომ გაზარდოს, ძიძები აიყვანოს და არ გაუჭირდეს არც მშობიარობა და არც ბავშვების აღზრდა. და თუ იმღერებს, ალბათ კარგა ხნის შემდეგ იმღერებს, რადგან ბავშვი უნდა გააჩინოს, ფეხს უნდა დააყენოს და მერე უნდა შეუდგეს თავის კარიერას მომღერლის. ეს იყო ჩემი დღევანდელი გადაცემა და მინდა ცალკე გეჭვრავთ, ამიტომ რაღაცები დამიწერეთ, როგორ ხართ, რას შვებით, რას საქმიანობთ, როდის მიყურებთ, ჭამის დროს მიყურებთ, დალევის დროს მიყურებთ, ტუალეტში მიყურებთ, რომელ პერიოდში მიყურებთ, აი, როდის გცალიათ, რომ ჩართოთ ჩემი ვიდეო, ეგ სხვადასხვა ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ძირითადად რო ვჭამ, ანუ მუშაობ, მაშინ მაქვს ჩართული YouTube, ქართული YouTube. ეხლა უყურებ ოქტოპუს ლაივში რო არიან ერთი კვირით შესულები. ხო და რა ვიცი. დაასაბსკრაიბეთ ქართული იუთუბერები გამოიწერეთ, თუ არ ყავთ გამოწერილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგად.